პირველ ყოვლისა და უმთავრესად დღეს წაკითხული სახარება გვაუწყებს იმ ჭეშმარიტებას, რომ სწორედ სოდვა აქვეყნათ ყველას ნეულების მიზეზი. რამე თუ რა იყო განღვეულის უბედურების მიზეზი, სხვა არაფერი გარდა ცოდვისა. რადგან მაცხოვარმა პირდაპირვე კი არ განკურნა იგი, არამედ მანამდე ცოდვები მიუტევა. მართლაც საიდანაა ყოველგვარი უბედურება ამ ქვეყნად, საიდანაა სიგლახაკი და სიდუხჭი ცოდვისაგან. ადამიანის მიერ ცოდვის დაცემამდე ყოველივეში კმაყოფა იყო. საიდან არის სირცხვილი უპატიოყოფისა, ცოდვისაგან, რამე თუ შესწოდეს პირველმა ადამიანება და შერცხვათ კიდეც. როგორი იყო ადამიანის შეცოდებამდე? იგი იყო მშვიდი, ჯანმრთელი, მხიარული, ბედნიერი, ცხოვრობდა ყოველივეთი ახსავსი, ყოველგვარი მწუხარების გარეშე. მაგრამ შესწოდა მან და აი მიწამაც ეკლიანი მცენარეები გამოუვიდა. ქმნილებამ სულ თქმა იწყო მიწისძვრით, ჭექა-ქუხილით, მეხითა და ქარიშხლებით. დედაკაცთა ტანჯვითა და ტკივილით იწყეს შვილთა შობა. ადამიანებს ნეულებები, დაბერება, სიკვდილი ეწია. აი სადამდე მიიყვანა ცოდვამ ადამიანს. აბა მიკერძოების გარეშე შეხედეთ ნებისმიერ ვნებას ჩვენ სულში და დარწმუნდები თუ როგორ ფიტავენ, არღვევენ და უსახურ ყოფენ ვნებები ადამიანს, მის ჯანმრთელობას. მაგალითად განამოსვენებას აძლევს და მშვიდი ძილის საშუალებას ანიჭებს ადამიანს შური, ამპარტავნება და სიძულწე და განა ეს მავრედარ ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობას. ამრიგად ნეულებასა და ცოდვას კავშირი, ცოდვა შორის აშკარა კავშირია, ბუნებრივი კავშირი. ნეულება ცოდვიანი ცხოვრების შედეგია. ზოგჯერ თავად ღმერთი მოულის ადამიანს რაიმე სნეულებას უშუალოდ მისი ცოდვებისათვის. რა უნდა მოვიმოქმედო თუ კი სნეულება გვეწევა? იგივე რაც კაპერნაულ გარღვეულს ყვეს. იგი რწმენით იქნა მიყვანილი უფალი იესო ქრისტესთან და ამიტომაც მოისმინა კიდეც მისგან სასიხარულო სიტყვები. შვილო, მიგეტევნე შენ ცოდვანი შენი. ჩვენ იგივეს მივიღებთ უფლისაგან, თუ კი რწმენით, გულ შემოსწრილობით, საკუთარ ცოდვათა გამო და მტკიცე გადაწყვეტილებით, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, ვაღიარებთ სულიერი მამის წინაშე ჩვენ ცოდვებს და მაშინ უფლის ბარძიმი, მშვიდობა, სიხარულად, სიძამთელე და ბედნიერებად გვექნება ჩვენ. აი შეიძლება ერთი წამით გავჩერდეთ და გავსუცეთ კითხვა იმ ადამიანებს, ვინც ამბობენ, რატო არის ადამიანი ავად? რატო ხდება ვიღაცა, ზოგი ადრეულად, ზოგი გვიანი, ზოგი შუა ასაკში? ჩვენი ცოდვების გამო. ნახეთ, სანამ ცოდვა იქნებოდა ჩადენილი ჩვენი წინაპრების მიერ, ადამიანი იყო ბედნიერი, არაფერი არ აწუხებდა, არაფერზე დარდობდა, იყო მაყოფილი და ბედნიერი. მაგრამ შეცოდა თუ არა ადამიანმა, შემოვიდა სნეულებას მოყვა სიკვდილი და ყველაფერი აირია. ბუნებაც კი აირია. მიწამ ამოახსენა ეკლიანი მცენარეები. დაიწყო ჭექა-ქუხილი, დაიწყო მიწისძვრები, დაიწყო ის უბედურებები, რასაც ხედავთ. ქალებმა გაჩენა დაიწყეს შვილების ტკივილით, ადამიანმა ნუკმაყური თავისუფლით უნდა იშოვოს და ასე შემდეგ. აი რა გვიყო ცოდვა. და თუ კი ადამიანი დასნეულდება, უნდა მიხვდეს, რომ ეს არის ცოდვების გამო. წავიდეს მოძღვართან და მიიღოს შენდობა თავისი ცოდვების გამო. აწინდელი სახარების საკითხავი სახარებისა იმასაც გვასწავლის, რომ ჩვენ განღვეულის მაგალითებისებ მივისწრაფოთ სულიერი სამკურნალო სახლისაკენ.
ეკლესიისაკენ, სადაც სულის კურნება ცოდვათაგან მისი განწმენდა აღესრულება. განღვეულის მაგალითი საკვირველად გვარწმუნებს ყველას, რომ იესო ქრისტეს ყოვლადწლიერ უფალს აქვს ხელმწიფება იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს ანიჭებს ცოდვათა მოტევებას. ელ ხელმწიფება დროებით აღდგომის შემდეგ მან მოციქულებს გადასცა. მოციქულებმა კი თავის მემკვიდრეებს ეპისკოპოსებს, რომლის თავის მხრივ მგლებს გადასცემენ მას. დიდიცაა და მაცხონებელი წის განსაკუთრებული მადმოსილი ძალა, რომელიც ეპისკოპოსისა თუ მღვდლის მეშვეობით მოქმედებს სინანულის საღვთო საიდუმლოში და ცოდვათა შენდობას ანიჭებს ადამიანებს და მხოლოდ გარეგანი სახით როდი მიუტევებს ცოდვებს, არამედ იგი გვანიჭებს თლიან, სრულყოფილ, შინაგან განწმენდას ცოდვებისაგან ჩვენ ყველას, ვინც კი რწმენითა და წრფელი გულშემოსრულებით მივმართავთ ჩვენ სულიერ მამას ცოდვათაგან განწმენდის იზრით. ცოდვებ შენდობილ ადამიანის სული განიწმინდება, სუფთა და ჯანსაღი ხდება. მსგავსად იმისა, როგორადაც კეთრი დაავადებული ადამიანის სხეული განიწმინდება საშინელ და საზიზღარ წყლთაგან განკურნების შემდეგ. ანდა როგორც ადამიანის შესამოსელი სუფთავდება ჭუჭყისაგან საგულდაგულო გარეცხით. ღირსი დედის თეოდორა კონსტანტინოპოლის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ ბოროტის სულები, რომელთაც მისი ყველა ცოდვა ჰქონდათ აღნოსხული, ვერ პოულობდნენ თავიან ჩანაწერებში მცოდვებს, რომლებიც მას მღვდლის წინაშე ჰქონდა აღსარებული. უფლის ანგელოზე მაუხსნეს მას, რომ არც ღმერთის ცხოვრების წიგნში და არც ბოროტის სულების ჩანაწერებში ერთი სიტყვით აღარსად არ არის აღრიცხული ის ცოდვა, რომელიც ადამიანს გულსფრად მოუნანებია და შენდობას მიუღია. აღსარების ეს ისამებს სინანულის საიდუმლოში. მას ჩვენ რწმენით მივმართოთ ჭეშმარიტ საკუნებელ სახს, წმინდა ეკლესიას, რათა თავიდან ავიცილოთ სასჯელი ცოდვებისათვის, არა მხოლოდ დროებითი ქვეყნიური სასჯელი, არამედ საუკუნოც იმქვეყნად. აქაც შეიძლება ჩვენი ყურადღება ერთ რამეს მივუყუროთ, რომ აუცილებელი ადამიანი სულიერ საუკუნოვო სახში დადიოდეს, ანუ ეკლესიაში დადიოდეს. რასაც ადამიანი თავისი მოძღვრის წინაშე გულსფრად შეინანებს, ამ ცოდვას ადამიანს ვერავინ ვერ გაუხსენებს. ამისი კაი მაგალითი, როგორც მოისმინეთ, თეოდორა კონსტანტინოპოლის ცხოვრებაშია, ეშმაკებს დაწვრილებით ჰქონდათ მისი ცოდვები აღნოსხული, მაგრამ ის ცოდვები, რომელიც აღსარებაში ჰქონდა ნათქვამი, ამას აღარ თვითონ ჰქონდა და ვერც წმინდა თეოდორას უხსენებდა. ამიტომ როდესაც გაიგებთ, რომ ადამიანი არის ავად, პირველ რიგში უნდა მივუყანოთ ღვთელი. ახეთ 4 მეგობარი აქ მათესახარებაში მოკლედ არის, მაგრამ სხვა מחარებელი ცლად ახსენს, 4 მეგობარმა მიიყვანა განღვეული, სახურავი ახალდეს, ჩაუშვეს, რომ დაინახა უფალმა მისი მეგობრების წმენა, რომ ამდენი იშრომეს, განღვეულ უფალთან მიიყვანათ. უთხრა განღვეულს ეს სიტყვები, მეგეტევნენ ცოდვანი შენი. რომ ხე შეხედე, რომ შენი ახლობელი ადამიანი ცუდად არის. ზიმეთა ექიმის სანამ მოუყვან, მანამდე უნდა მოუყვანო ღვთელი. უნდა უთხრა, რომ აღსარება თუ შეინანე ძალიან დიდ ცოდვას შადიან ის ადამიანები, ვინც მომაკვდავს არეულებიან, რომ ცუდად აქვს საქმე. ანუ გეშებენ, აი გადარჩები არაფერი ექიმად ხო ყველაფერი კარგი არა. კაც სიმართლე უნდა უთხრა. შეიძლება რთული იყოს ამის თქმა, მაგრამ ღმერთი შეგეწევა, შენ ხო იმიტომ მეუნები, რომ ეს კაცი გადაარჩინო. შენ ხო კეთილი განზრახვა გაქვს, ის კაცი იმას მიიღებს. მე უამრავჯერ გქონია ესეთი შემთხვევა, აი ოჯახის წევრები რომ ნერვიულებდნენ, რომ აი ღვთლის დაანახვაზე შეიძლება აეტეხა ადამიანს მთელი ამბავი, რომ ესურვა რა უთქე, იცი? იდე კაი მოხვედი.
ერთი სურვილი ქონდა ვინმეს დელი მოეყვანაო რომ აღსანება ჩამებარებინო ვიცი რომ ყვდებიან და ამ დროს ოჯახის წევრები ატყუებენ რომ აფერია კაცო იქიმა თქვა არა ტყუილი კაც ნუ არ უგეშება ეგ არის კომფორტულად კაცი გაუშვა ოჯახში როცა შენახლებებს არ ეუბნები რაჭის წმენით ღმერთზე მინდობით უნდა უთხრათ სათხმელი და რადგან ღმერთს ყველა ადამიანს გადარჩენას უსს იმასაც მიახვედრებს და ისიც დამიხდება ამ ყოველივეს ყვალად განგვეულის განკურნების ამბავი იმასაც გვასწავლის რომ ცოდვათა მიტევების მისაღებლად აუცილებელია გულწრფელა და მთელი შეგნებით გწამდეს ქრისტე მაცხოვარი მისი ყოვლის გამკურნავი საღმრთო ძალა და ამასთან მტკიცე სასვეებაც ჰქონდეს მისი მოწყალებისა. იესო ქრისტე სწორედ იმისთვის მოვიდა ამ ქვეყნად და იმისთვის განკაცდა, რომ ცოდვილი ეხსნა და მარადის მოწყალე ყოფილიყო მათ მიმართ. მარადის მოენიჭებინა მათთვის ცოდვათა მოტევება. თუ კი ისინი გულწრფელად მოინანიებდნენ მათ, შეიცნობდნენ და შეიგროვდნენ ცოდვათა მთელ სიმძიმეს. იურვებდნენ მათ გამო და ისე აღიარებდნენ კიდეც მათ სულიერი მოძღვრის წინაშე, როგორც უფალი ღმერთის წინაშე და ნამდვილი განზრახვაც გაუჩნდებოდათ, გამოსორებოდნენ და მომავალში აღარ ეცოდათ. ნახეთ, როგორც ღმერთის წინაშე აღიარებ, ესე უნდა თქვა მოძღვართანაც. ჩვენ უკითხავთ ხოლმე, სანამ აღსარებას დაიწყებს კაცი, ლოცვა არის პატარა, იკითხება, რომ შვილო, შემოხვედი სამკურნალო სახლში. ეხლა ისე ქენი, რომ განუკურნებელი არ წახვიდე, რამე არ დაფარო. თორე რჩობლი, ანუ ორმაგი ცოდვა გექნება შენ და არა მე. და მე უბრალოდ მოწმევა, რომ ამ ყველაფრის წინაშე. უნდა გწამდეს, რომ მოძღვარს ვაბარებ აღსარებას, ამას ისმენს ღმერთი. და ღმერთის წინაშე ეხლა როგორ უნდა მოიტყო კაცო? ყველაფერი უნდა უთხრა გულწრფელად და უნდა გწამდეს, რომ მიიღებ კურნებას, მიიღებ ცოდვების მოტევებას და უნდა გქონდეს განზრახვა, რომ ამ ცოდვას აღარ გაიმეორებ. თუ შენ არ აგა განზრახვა, რომ ამ ცოდვას თავი დაანებო, ეს გულწრფელი სინანული არ არის, ეს ფაქტიურად არის მოტყუება საკუთარი თავის. განვეული, რომელსაც არ შეეძლო თავისით მოძრაობა და ნახევრად მკვდარი იწვა სარეცელზე, არის ზუსტი გამოხატულება ცოდვილი სულისა. ვისაც მართალია აქვს ხეულებრივი ცხოვრება, მაგრამ სულიერი ცხოვრებისთვის, ჭეშმარიტი კეთილმსახურებისათვის, სათნოებისა და სიწმინდისათვის, რაც ქრისტიანს ახასიათებს, არ აქვს არც ძალა და არც მხნეობა. ვნებებისა და ცოდვების სიკვდილის მატარებელი ძალა შეაშტობს მათში ჭეშმარიტი ცხოვრების თესლს და თესლს მის გულში სულიწმინდის მადლით ნათლისღების ემბაში. განრღვეულის მსგავსად წევს იგი უზრუნველობის ხედარზე, უზრუნველობისა თავისი ცხონებისათვის და მით უფრო უბედურია ხოლმე, რომ ხშირად ვერც არ გრძნობს საშიშროება საუკუნო სულიერი სიკვდილის უსხლუში შთავარდნისა. სახარებაში მოხსენიებული განრღვეული საბოლოოდ საფლავად გადასახდებოდა თავისი სნეულებების არეცელიდან და ალბათ სულიერ სიკვდილსაც ეწეოდა. ზეციური მამის საღვთო განგებულებას 4 თანალბობი ადამიანი რო არ გამოეგზავნა მისთვის შემწე, რომლებმაც ცხედრითვე მიიყვანეს იგი ჩვენი სულთა და სხეულთა ყოვლად მოწყალე მკურნალთან უფალი იესო ქრისტესთან. ამგვარად ზრუნავს ღმერთის უსაზრო მოწყალება ყოველი ცოდვილის ხონებისათვის. რამე თუ არ აღნებავს არავისი წარწმენდაი, არამედ ყოველთა სინანულად მოქცევარი. ცოდვილთა მოსაქცევად უფალი ზოგჯერ ღვთის სიტყვის მსახურს აგზავნის, ზოგჯერაც უბედურობებითა თუ სხეულებრივი სნეურებებით ეწვევა მათ და სხვა უთვალავს სასვალებასაც მოჰმადლის.
ცნობილთ მხოლოდ მისი უზენაესი სიბრძნისათვის. და ბედნიერია ის სოდვილი, ვინც მოექცევა და რწმენით მიმართავს უფალ იესოს სინანულის ლოცვაში. გული შეემუსრება და მოულბება თავის სოდვათა გამო, განრღვეულის მსგავსად. ყოვლადწლიერი და ყოვლადმოწყალე მკურნალი ჩვენს ნეულებებისა და სულებისა უმალვე წარმოთქვამს მას თავის სიყვარულით ახსავსე სიტყვებს. ნუ გეშინი შვილო, უგეტევნე შენ ცოდვანი შენი, განიხვიძე რომელსა ეგ ეგძინავს და აღდეგ მკვდრეთით და განგანათლო შენ ქრისტემ. აქაც შეიძლება ერთი წამი გავჩერდეთ, ნახეთ. განრღვეული ცხედარზე იდო, ვერ მოძრაობა. ზუსტად იმას ემსგავსება ადამიანი, ვინც ცოდვებს არ ნანობს. დადის, მიდის, მოდის, მიწელი ცხოვრებისთვის ცოცხალია, მაგრამ სულიერი ცხოვრებისთვის, სახარებისეული ცნებების ერთგულებისთვის არის მკვდარი. აი აშიქოდრიათ ადამიანი რო ელაპარაკები ღმერთზე ეკლესიაზე და საერთოდ ვერც გისმის. განა მოისმინა და გაიგო, ვერც მოყვება, იმიტომ რომ ცოდვებს რაც მოყვება სნეულებებმა და ცოდვას მოყოლებულმა სიკვდილმა ადამიანი ჩააგდო უზრუნველობაში. ვეხარ ფიქრობს ვერაფერს. აი ეს უზრუნველად არის და თუ რამე განგებულება, საერთო განგებულება არ მოხდა, პირდაპირ წავა ჯოჯოხეთში უზრუნველად. ძილიდან გადავა სიკვდილში. მაგრამ ნახეთ იქ ამ განრღვეულს ღმერთმა გამოუცხადა და გამოუჩინა 4 მეგობარი. მათ უთხრეს, წაიყვანეს და გაიკურნა. ჩვენსაც ეს ეზრუნოს ღმერთი. ვიღაცა მოვახოლმე განსასწრებში და ისეთ სიტყვას გეტყვის გამოგაფხიზებს. მიხვდები რომ ეკლესიაში უნდა წახვიდე, აღსარება უნდა თქვა სასწრაფოდ. ხანდახან ჩვენ გვეუბნება ღმერთი რომ ხედავს კაცი რომ ეშლება წადი უთხარი. და უნდა წახვიდე ღვთის ბრძანებას ასრულებ მაგდროს. ნახეთ აქ როგორი თქვა, ხშირად მღვდელი რო ეტყვის კაცს, იღუპებიო, ეს არის ღმერთისგან გაგზავნილი. თუ კაცმა ამას არ მოусმინა, მერე მოდის ნეულება. მერე მოდის სიკვდილი. კიდე სხვა უბედურებები, უთვალავი რამეა ღმერთს იმისთვის, რომ კაცი მოაქციოს. ეგ მარტო ღმერთმა იცის, ის როგორ გამოასწორებს. და ხანდახან ხედავთ ხოლმე ჩვენ, შეიძლება ჩვენს მოგვივიდეს, არ ჩვენ არა ვართ ამისგან დაზღვეული, რაღაცის გამო კაც არ ეუბნები რომ ეშლება. უნდა უთხრა. ღვთელი ვალდებულია რომ უთხრას. არა მარტო ღვთელი თქვენს ვალდებული ხართ, მეგობარი რო იღუპება. შენი ახლობელი რო აცდაგსას, როგორ არ უნდა უთხრა. აუცილებლად უნდა უთხრა. ჩვენ კიდე ერთ საშუალებაზე ვისაუბრეთ, ამას წირვის მერე მოგიყვებით, რა საშუალებაა კიდე, რომ კაცი გამოასწრო. ლოცვას ეხება ამას და რო გამოგზავნდა სიტყვა ამას წირვის მერე ცალკე მოგიყვებით. ამიტომ უნდა უთხრათ. და თუ კაცი მიხვდება, ნეტარია ის ადამიანი და ისიც მოისმენს ამ სიტყვის. ნუ გეშინი შვილო, მიგეტევნენ შენ, ცოდვანი შენი. და ნახეთ პავლე მოციქულის როგორი საოცარი სიტყვებია. განიხვიძე რომელსა ეგ გძინავს, ცოდვამ დაგაძინა და გაიხვიძე. და აღძე მკვდრეთით, აღდექი მკვდრეთითო და განგანათლო შენ ქრისტემო. გამოფხიზდი, მიხვდი, შეინანე, განგანათლა ქრისტემ და დაგაყენა გზაზე. ხლა როგორ უნდა მიხვდე ეს პროცესი სწორედ მიდის შენში თუ არა, ამასაც ეკლესია შემდეგი სიტყვებით გამოუცემს. განრღვეულის დასტურად იმისა, რომ მას მიეტევა ცოდვები და განიკურნა სულიცა და სხეულიც უფლის სიტყვისამებრ, უმალვე წამოდგა, აღიღო ცხედარი თვისი და შინ წავიდა. იგივე აღესრულება ცოდვილის სულშიც, მის მიერ ჭეშმარიტი სინანულის ნაყოფთა გამოღების შემდეგ. და უეჭველი ნიშანი მისთვის ცოდვათა მიტევებისა არის ის, რომ იგი ქმედითა ბრძგნობს თავის სულში ცვლილებებს. როცა სულიერი უძლურებების მდგომარეობიდან სიძლიერისა და სიმტკიცის მდგომარეობაში გადადის და დაუყოლებლად ვალს სახარების მიერი ცნებების
გზით. როცა მისი სული აქამდე სხეულს დაქვემდებარებული და ვნებულს დამონებელი, საღვთო მადლის შეწევნით ამარცხებს ვნებებს და თვითონვე ბატონდება სხეულზე. როცა იგი ამ ქვეყნიური ამაო საზრუნავთა შორის გაბნეულობის მდგომარეობიდან თავისი გულის წიაღთა შინა ბრუნდება და ყველანაირად იცავს მას უწინდელი ცოდვისმიერი სიბილწისაგან, რათა იგი უზაკველი და წმინდა ტაძარი იყოს უფალ იესო ქრისტესი. აი ნახეთ, თქვა ადამიანმა გულწრფელად ახსარება, გადაწყვეტილება აქვს, რომ ცოდვები აღარ გაიმერიოს და გრძნობს, რომ ძალა მოეცა. რასაც ვერ ებრძოდა, აი მაგალითად სიგარეტს ვერ ანებებდა თავს, აღარ უნდა. თქვა ნარკოტიკისკენ იყო მიდრეკილი, სურვილიც არ უჩნდება, უკვე მადლი ამოქმედა. უკვე გრძნობს კაცი. რომ სახარებისეული ცნებების მიხედვით ცხოვრება შეუძლია და იწყებს ამ ცხოვრებას. ადრე დამონებული რო იყო სული სხეულს, ასაც სხეული ეთყოდა იმას რომ აკეთებდა, ეხლა პირიქით არის. თვითონ სული უბრძანებს სხეულს. იმარხულე, ილოცე, დილით ადრე ადეგი ეკლესიაში წადი, რასაც ადრე კაცი ვერ ეკეთებდა, ამას აკეთებს. ეს უკვე ნიშანია, რომ ადამიანმა დაიწყო გამოსორება, ამ ადამიანს მადლი შეეხო. აი როგორც უთხრა უფალმა, აღდეგ აღიღე ცხედარი შეინავიდოდე, ადგა და წავიდა. შენს ოთქე გულწრფელი ახსარება და უკვე ატყობ, რომ რაც არ შეგეძლო იმის კეთება შეგიძლია, ეს უკვე ნიშნავს, რომ მადლმა დაიწყო მოქმედება. და უკვე ზრახვებშიც კი იცავ თავს. ცუდ აზრებსაც აღარ იცხრალებს. აი გინდა რომ მთელი შენი სული როგორც ტაძარი ესე წმინდა იყოს, რომ უფალი შემოვიდეს შენში. გულმოდგინეთ ინიშნეთ ძმებო, ჭეშმარიტი სინანულის ეს თვისებები. როცა ღმერთს შესწირავთ ასეთ სინანულს, მისი მსახურების მოწმობითა და თანამოქმედებით, და თუ კი სინანულის შემდეგ ჩვენ აღარ უბრუნდებით ჩვენ გულთა უწინდელ გაფალტულ მდგომარეობას, მაშინ ვიცოდეთ, რომ ჩვენში სინანული ჭეშმარიტი ყოფილა. მაგრამ თუ კი სინანულის მოტანის შემდეგაც ჩვენ კვლავ ისეთნი ვრჩებით, როგორიც მანამდე ვიყავით, მაშინ ესეც ვიცოდეთ, რომ ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ჯერ არასდროს არ შეგვინანებია ჭეშმარიტად. და კვლავაც უზრუნველობის არეცელზე წევართ და არ გვადარდებს ჩვენი ცხოვრების საქმე. აი ეს სიტყვები დავიმახსოვროთ. თუ ისე უბრუნდებით ცოდვას, ახსარება თქვი სინანული მიართი უფალს და იგივე კეთება დაიწყეს, ის რომ ჯერ სინანული არ დაგიწყია. ეს გაბრუნებს ისევ იმ უზრუნველობის არეცელზე, რომელზეც იწვა განხმეული და აქედან არ გადარდებს შენი სულის საუკუნოხვედრი და იღუპება. უფალო ღმერთო ჩვენო მაცხოვარო, ჩვენ ყოველნი ცოდვინი ვართ შენ წინაშე. ჩვენს მოქმედე შენი მოწყალე თვალით. მოგვანიჭე ჩვენს გულებს სალმობიერობა და შემოსრულობა ცოდვათა გამო. ჩვენ უძლურ სულებსაც მომართე შენი ყოვლადწლიერი სიტყვი და ჩვენს გვარქულ აღდეგ, რათა დაუბრკოლებლად ვიდოდეთ შენი ცნებების სინათლეში. ამინ. და ღმერთმა ჩვენს მოგვასმენინოს ეს სიტყვები აღდეგ. დაგვაყენოს ფეხზე ცოდვისგან მომკვდრები დასნეულებულები და მოხსე ზალა რო წმინდა და პატიოსთან ვიცხოვროთ მისი მადლით და გასმგვარებით. ამინ.